გაგრძელებთ საუბრებს ქრისტიანული ფერების სახისმეტყველების შესახებ. დღეს გვინდა შემოგთავაზოთ კიდევ ერთი ძვირფასი თვლის, კერძოდ ზურმუხტის სახისმეტყველება. ზურმუხტი აარონის სამკერდულის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვალია და მასზე მოინიშნა ლევის ტომი. ვინ იყო ლევი? ლევი იყო იაკობის ერთ-ერთი ძე, რომელმაც დასაბამი მისცა მღვდელთა უდიდეს ინსტიტუტს ძველ აღთქმაში. ამ მღვდელობა მოგეხსენებათ, რომ დაწესდა სინას მთასთან, როდესაც ისრაელმა მიიღო რჯული და პირველი მღვდელი იყო აარონი და მღვდელთა ტომიდან იყო, რა თქმა უნდა, მოსე წინასწარმეტყველიც. შემდეგ ეს ტომი და მისგან წარმოშობილი მღვდლები ასრულებენ უდიდეს როლს ისრაელის ისტორიაში, კერძოდ ღვთისმსახურებას ატარებენ და გვირგვინი მღვდელთა ტომისა არის წმინდა იოანე ნათლისმცემელი, რომელიც ასევე იყო ლევის ტომიდან. როგორც მოგახსენეთ, ამ ტომს მონიშნავს აარონის სამკერდულზე ზურმუხტის თვალი, რომელიც არის უმშვენიერესი სახილველად. ის არის გამჭვირვალე, ღრმა, სხვადასხვა ინტონაციებით, ძირითადად ის არის მისი ერთ-ერთი თვისება, სხვა მწვანე ქვებისგან ის არის, რომ ის არის გამჭვირვალე, ზედმიწევნით და სამოსაყურებლად. ზურმუხტი ყველაზე მეტად ასვენებს თვალს, თითქოს აი ამ თვალსაზრისით ის გვიჩვენებს კიდეც მღვდელთაგან მიტევების საიდუმლოს შესრულებას ადამიანისათვის. ახლა ჩვენთვის რატო გამოვარჩიეთ დღევანდელი საუბრის თემად ზურმუხტი, რადგან თქვენ მოგეხსენებათ წინა შეხვედრებზე საუბრობდით გელათის მოზაიკის ფერთა მეტყველებაზე. და მთავარანგელოზი მიქაელი, რომელიც წარმოდგენილია ყოველად წმინდა ღვთისმშობლის მარჯვნივ, სწორედ ამ ულამაზესი ზურმუხტის ფერის შემოსავლით არის მოცემული. ახლა სანამ ჩვენ ამ შემოსილებაზე ვილაპარაკებთ, გავაგრძელებთ უბრალოდ სახისმეტყველებაზე საუბარს, უნდა განვარტოთ, რას ნიშნავს მთავარანგელოზს და შესამოსელი. მთავარანგელოზები შეიძლება იყვნენ შემოსილი ჩვეულებრივი კაბით და მოსასხამით, ზოგჯერ იშვიათ შემთხვევაში ისინი მოკლე სამოსით და სამხედრო ფორმით ხვდებიან, გელათში კი ისინი არიან წარმოდგენილი საიმპერატორო შესამოსლით. ეს რა თქმა უნდა არ გულისხმობს იმას, რომ მთავარანგელოზები არიან იმპერატორები. პირიქით, ისინი წარმდგარიანიან უმაღლესი მეუფის წინაშე და ამ შესამოსლით განადიდებენ მას, ვის წინაშეც დგანან. ამ შემთხვევაში უფალს და მის ღვთაებრივ დედას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. ხო, ზურმუხტის სახისმეტყველებაზე ბევრი რამ შეიძლება ითქვას. პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ, რომ გარდამოცემის თანახმად, როდესაც მთავარანგელოზმა მიქაელმა გადმოაგდო სატანა, გაურჩეული სატანა მეოთხე დღეს ზეციდან, მას შუბლიდან გადმოუვარდა სწორედ ზურმუხტის თვალი, რომლისგანაც ანგელოზებმა გამოკვეთეს გრაალის თასი. ასე რომ ძალიან საინტერესო არის ცნობა რა თვალსაზრისით. გრაალის თასი არის ის სიწმინდე, რომელშიც მოთავს და უფლის წმინდა მაცხოვრებლის სისხლი და მისგან გადმოსული წყალი და რომ მთავარანგელოზმა გაბრიელმა გადმოაგდო რა სატანა, მისგან იქნა გამოცალკევებული ეს თვალი მღვდელობისა და ასევე ჩვენ ვიცით აპოკალიფსიდან, რომ სამყაროს დასასრულს მთავარანგელოზი მიქაელივე შეკრავს და დაამარცხებს საბოლოოდ სატანას. ასე რომ ზურმუხტი გარკვეულწილად ეს არის მთავარანგელოზი გაბრიელისაგან სატანის გადმოგდების და დამარცხების მითითებას, აი ამ თვალსაზრისით. ეხლა რაც შეეხება მღვდელობის საიდუმლოს, მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის მოგეხსენებათ
ყველაზე დიდი საიდუმლო მღვდელობა, რომ არა მღვდელი ძველ აღთქმაში და ახალ აღთქმაში განსაკუთრებით ვერ შესრულდებოდა კაცობრიობის გამოხსნელი 7 საიდუმლო. მღვდელი არის მთავარი მოქმედი და უფლის მიერ მოტანილი მადლის განმახორციელებელი. ასე რომ მღვდელობა არის ღერძი შეიძლება ითქვას მიწიერი ეკლესიის მოქმედებულობის. მღვდელი ასრულებს ქრისტეს განახორციელებს ქრისტეს მიერ მომადლებული ხსნის მთელ საიდუმლოს. ჩვენ თავარანგელოს გაბრიელზე ვისაუბრეთ, მოგეხსენებათ, რომ გაბრიელის შესამოსელი ამეთვისტოსფერი კაბა განიმარტა როგორც თაბორის მთაზე გაცხადებული გამოხსნელი მადლის თვისობრიობა. კერძოდ ეს თვალი გულისხმობს როგორც ჯვარცმას, ისე აღდგომას. და განზომილებით თუ შევხედათ, მთავარანგელოზი გაბრიელი განადიდებს ქრისტეს როგორც მხსნელს, როგორც ჯვარცმულს და ამ ჯვარცმით ჩვენს აღმადგენებას. აი ამ კუთხითვე არის საგულისხმო მთავარანგელოზი მიქაელის შესამოსელი, რადგან ეს თვალი არის რა მღვდელობის საიდუმლო განადიდებს ქრისტეს. ხო თქვენ შეიძლება გაგიჩნდეთ ასეთი კითხვა და ბუნებრივადაც ცნობილია რომ იესო ქრისტეს სოლომონის ტაძარში არასოდეს ჩაუტარებია მღვდელმოქმედება. მაშინ ის როგორღარ შეიძლება ვიგულისხმოთ მღვდელად. მაგრამ საქმე ის არის რომ იესო ქრისტე არის ერთადერთი და ჭეშმარიტი მღვდელი, რომელსაც ფსალმუნი უწოდებს წესსამას ზედა მელქისედეკისასა, მღვდელს წესსამას ზედა მელქისედეკისასა. თქვენ იცით ძველ აღთქმაში აბრაამს, რომელიც გამოვიდა შუამდინარეთიდან, შემოეგება მღვდელი, რომლის არც სახელმწიფო, არც დასაბამი და არც დასასრული არავინ იცოდა. ეს იყო მღვდელი, რომელმაც მოართვა აბრაამს პური და ღვინო, ანუ წინასახეები ყოვლა წმინდა ზიარებისა და ეს იყო მღვდელი, რომელმაც აზიარა აბრაამი და ის განიჭვრიტება როგორც ქრისტე, აზიარ კი არ მოართვა და ის განიჭვრიტება როგორც ქრისტე. იბადება კითხვა, როგორ არის ქრისტე, კიდევ ვიმეორებ ამ კითხვას, როგორ არის ქრისტე მთავარი მღვდელი და როგორ არის ქრისტე მღვდელი. საქმე ის არის, რომ მღვდელობა თვითონ სახელის გვიჩვენებს, მღვდელობა ცეცხლთან არის დაკავშირებული, ქურუმი, შემდეგ ქურა, მღვდელობა ცეცხლს გულისხმობს და გულისხმობს მსხვერპლ შეწირვას. და თუ ვინმე გაიღო მსხვერპლის სამყაროში წმინდა და უკიდეგანო სიყვარულით, რა თქმა უნდა, ეს გაიღო იესო ქრისტემ. იესო ქრისტეს მღვდელმოქმედება არის მისი გოლგოთის მსხვერპლი. ახლა რატომ იყო გოლგოთა იერუსალიმის გარეთ? ერთ-ერთი მისი სიმბოლური ჟღერადობა არის ის, რომ ქრისტე ჯვარს არ ეცვა მხოლოდ ებრაელიერისთვის, ის ჯვარს ეცვა მთელი კაცობრიობისათვის. გოლგოთა არის გასული ყოველგვარი წრის გარეთ. აი აქვე მინდა მე თქვენთან ერთად თვალი გადავავლოთ იერუსალიმის ტაძარში სოლომონის ტაძრის ღვთისმსახურების წესს და მანამდე საწამებელი კარვისაც. თქვენ იცით, რომ ეს იყოფოდა წმინდად და წმინდათა წმინდად. წმინდაში წირავდნენ მღვდლები, ჩვეულებრივ, მაგრამ წმინდათა წმინდაში, სადაც ყველაზე დიდი სიწმინდეები იყო დაცული იერუსალიმის ისტორიისა, უпростоრად ისრაელის ისტორიისა, ამ სივრცეში შესვლის უფლება ჰქონდა ერთადერთ მღვდელმთავარს, ისიც წელიწადში ერთხელ. აი რას ნიშნავს ეს? ეს გამორჩეულობა და ასეთი აკრძალვა განიმარტა უკვე ახალ აღთქმაში, როდესაც სამყაროს მოევლინა იესო ქრისტე, როგორც ერთადერთი მღვდელი. მასზე ამბობს წმინდა პავლე მოციქული განმარტებაში უკვე, რომ ის ერთად ერთხელ ეწამა, გაიცა მსხვერპლად, ტარიგი დაიკლა, მაგრამ დასაბამი მისცა
შემდეგ დროინდელ უსისხლო მსხვერპლს. ახლა საქმე რა არის? ჩვენი ლიტურგია, მართლმადიდებლური ლიტურგია ყოველ ჯერზე გულისხმობს მსხვერპლ შეწირვას და ყოველ ჯერზე უფალი გადის გოლგოთას ლიტურგიის დროს, მაგრამ ეს არ არის ადამიანის სისხლის მსხვერპლ შეწირვა, ეს არის იმ ერთხელ და საკვირველად გაღებული მსხვერპლის მომადლება ყოველ ჯერზე, მაგრამ რა თქმა უნდა, ყოველი წირვის დროს ბარძიმი არის ქრისტეს სისხლის და ხორცი მადლისმიერად სრულად, აი ისევე როგორც სულიწმინდის ძალით, ისევე როგორც სულიწმინდის ძალით მოხდა უფლის განკაცება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელში, ასევე სულიწმინდის ძალით წმინდა ბარძიმი არის აბსოლუტურად თანაბარ მნიშვნელოვანი თავისი სიწმინდით გოლგოთის ბარძიმისა, სადაც იქნა შეგროვილი უფლის სისხლი. ეს აუცილებლად უნდა ვიცოდეთ და საგულისხმოა. ასე რომ ზურმუხტი, როგორც თვალი, რომელიც აარონის სამკერტულზე ლევის ტომს ნიშნავდა, გულისხმობს აგრეთვე მღვდელობის საიდუმლოსაც. ახლა მე გითხარით და მინდა გავიმეორო ის, რომ ამ ტომიდან ყველაზე დიდი ვინც დაიბადა, იყო წმინდა იოანე ნათლისმცემელი, რომელსაც თავად უფალი ბრძანებს, რომ მასზე დიდი არავინ დედის მუცლიდან არავინ შობილა. იოანე ნათლისმცემელი მოგეხსენებათ, რომ არის შემკული სრული გვირგვინით, რაც კი ადამიანმა შეიძლება მოიმუშაკოს ღვთის წინაშე თავისი ღვაწლით. ის არის უდიდესი მეუდაბნოე, 27 წელი ის უდაბნოში განმარტოებით ცხოვრობდა. ამასთანავე იოანე ნათლისმცემელი არის ბოლო წინასწარმეტყველი. იოანე ნათლისმცემელი არის უფლის მომნათლავი და შემძვრელია როგორც შეკრთა ის, როდესაც ნათლისღებად მომავალი მაცხოვარი დაინახა და უთხრა კიდეც შეცვა და უთხრა, რომ მე მიხვ შენგან ნათლისღება და არ ვარ ღირს რომ გაგიხსნა საბელიც კი ქალამნისა, მაგრამ მან ნათელი შეასრულა ნათლისღების საიდუმლო უფლის მიმართ. იოანე ნათლისმცემელი არის აგრეთვე დიდი მოწამეც. და საინტერესოა, ეხლა მე მინდა ერთი თავისუფლება გაგიზიაროთ ქრისტიანული სახის მეტყველების. როგორ იხატება იოანე ნათლისმცემელი? ეხლა ჩვენთან, ჩვენს ეკრანზე ჩანს ნათლისმცემელი ფრთებით და ეს ფრთები არის მწვანე ფერის და არ არის შემთხვევითი. რატომ არის ნათლისმცემელი ფრთებით? რადგან მას უწოდებენ უდაბნოს ანგელოს, ზეცისაკაცი და ზეცისაკაცის და მიწისა ანგელოზი. ის არის მწვანე ფრთებით მოცემული და აი ეს მწვანე ფრთები ამ შემთხვევაში ამ გამოსახულებაში განადიდებს იოანე ნათლისმცემელს როგორც ლევის ტომის წარმომადგენელს. ჩვენ შეიძლება ვნახოთ იოანე ნათლისმცემლის სხვაგვარი შესამოსელი. მაგალითად, აქ მას მოსავს მოკლე ტუნიკა, უბრალოდ მოკლე მოსასხამი. ხშირად ის გამოისახება აკლიმის ტყავის მოსასხამით, როგორც მეუდაბნოე. ეს მოსასხამი შეიძლება იყოს მოყავისფრო, რითაც ხაზგასმულია, რომ შესამოსელი არის ტყავისა, ან შეიძლება იყოს ცისფერი. აი ამ ცისფერ ლურჯს ძირითადად მიმართავს ხოლმე ბიზანტიური იკონოგრაფია. რატომ? იმიტომ რომ ამასაც თავისი დიდი კონტექსტი აქვს, ბიზანტიური, ანუ ბერძნული გარემო ძირითადად მდებარეობს ზღვაზე და კუნძულებზე და მის არეალში შემოსულია ზღვის და ცის ფერი, ლურჯი და ცისფერი, ანუ მთელი ეს გარემო არის დომინანტი სილურჯისა. ამდენად ბიზანტიელებისთვის ეს არის ზეციურობის და წყლის მეტაფიზიკური მონიშნა და ხშირად ისინი მიმართავენ ხოლმე ლურჯფერ სიწმინდეების გამოსახატავად. აი მაგალითად ქართული ხატწერა ხშირად მიმართავს წითელს, ოქროს ფერს თაბორის ნათლის გამოსახატავად. ბიზანტიური ხატწერა კი ხშირად ამ მიზნით მიმართავს ლურჯ ფერს. აი მაგალითად ყინწვისის ანგელოზი, რომელიც ცისფერი ტანსაცმლით არის შემოსილი, ფრთების დაბოლოებით გადმოცემულია
თეთრისა და წითლის ფერებით, რაც ცეცხლის და ნათლის ფერობაზე მიუთითებს. ბიზანტიელი ასეთ შემთხვევაში სიამოვნებით იყენებს ცისფერს და ლურჯ ფერებს, რაც მომდინარეობს მისი გეოგრაფიული გარემოს წინა განსაზღვრულობისაგან. ანუ, როდესაც იოანე ნათლისმცემელს აცვია ლურჯი ტანსაცმელი, ის ამ შემთხვევაში ხაზს უსვამს ერთის მხრივ ნათლისღების წყლის სილურჯეს და ამასთანავე ამ წყლის, ამ სტიქიის მახლობლობას ბიზანტიური სამყაროსათვის. კი ჩვენ ხედავთ მწვანე ფერით. ჩვენ გვაქვს კიდევ მწვანე ფერის, ანუ ზურმუხტის ფერის გამოსახვის მრავალრიცი მაგალითი ქრისტიანულ ფერწერაში. ზოგჯერ ზურმუხტის ფერით გამოიხატება ხოლმე შარავანდები. მაგალითად ჩვენ გვაქვს ტიმოთეს უბანში ძალზედ მნიშვნელოვანი გამოყენება ზურმუხტის ფერის. აი ჩვენ ვხედავთ ახლა ანგელოს, რომლის შარავანდი არის მწვანე ზურმუხტის ფერი. სამწუხაროდ მე არ მაქვს ხელთ დღეს სულთმოფენობის გამოსახულება ტიმოთეს უბანში, სადაც მოციქულებს ადგათ თეთრი, წითელი და ზურმუხტის ფერი შარავანდები. ეს რას ნიშნავს? ზურმუხტი, როგორც მოგვეხსენებათ, არის, როგორც უკვე დავინახეთ, არის მღვდელობის სიმბოლო, ანუ სულთმოფენობის დროს 12 მოციქული კი იკურთხა, განსრულდა მათი გამოხსნა, გაწმენდა და მომზადება უდიდესი მისიისათვის, სამოციქულო მისიისათვის. ამიტომ აი სულთმოფენობაში ბუნებრივია, რომ მათ მწვანე შარავანდები დაედგათ ნიშნად იმისა, რომ ისინი არიან ქრისტესგან ხელდასხმული 12 მღვდელმთავარი, რომელმაც უნდა დააწესოს ეკლესიები მთელს სამყაროში. ახლა რაც შეეხება წითელ ფერს, ამ შემთხვევაში წითელი ფერი არის სულიწმინდის ცეცხლის მომნიშნელი, ცეცხლისა, რომელიც გარდამოვიდა მოციქულებზე და განასრულა მათი ნათლობა. ჩვენ ვიცით, რომ იოანე ნათლისმცემელი მხოლოდ სინანულის ნათლისღებას ასრულებდა და მან თქვა კიდეც, რომ მოვა შემდგომად ის, ვინც შეასრულებს სულით და ცეცხლით. ანუ იგულისხმა მოციქულთა ნათლისღება და საერთოდ ნათლისღების საიდუმლო. რაც შეეხება თეთრი ფერი შარავანდების, გვიჩვენებს იმას, რომ ნათლისღება არის და მღვდელობა საერთოდ ადამიანის დაბრუნებისა პირველ ნათელთან, ზეციურ პირველ სამშობლოში. ასეთი ჩვენ ვხვდეთ ხშირად მწვანის გამოყენებას სხვადასხვა გამოსახულებაში. მაგალითად, მინანქარი. ჩვენ მინანქარზე ადრე ვისაუბრეთ, მოგეხსენებათ, რომ ქართულ მინანქარს თავისი ძალიან დიდი ტრადიცია აქვს. აქვე ალბათ უნდა ვისარგებლოთ შემთხვევით და ვთქვათ, რომ ქართული მინანქრის დასაბამიერობას, რა თქმა უნდა, საფუძველს უქმნის საქართველოში ლითონის დამუშავების უძველესი ტრადიცია. მთელი ძველი სამყარო საქართველოს აღიქვამდა და იცნობდა და ეკონტაქტებოდა როგორც ლითონის მოპოვებისა და დამუშავების პირველ სამშობლოს. ჩვენ ვიცით, რომ აქ ოქროს წარმოების ერთ-ერთი უძველესი საბადოც იყო საყდრისის სახით, სამწუხაროდ დღეს ის უკვე აღარ არსებობს. ოქროს დამუშავების უდიდესი კულტურა. აქვე მინდა გითხრათ ისიც, რომ ოქრო და კვარცი ხშირად ერთად მოიპოვება, ესეთ მნიშვნელოვანია. ახლა ჩვენს ეკრანზე ვხედავთ ერთ-ერთ უნიკალურ გამოსახულებას მინანქრის, ეს არის მირქმის დღესასწაულის ამსახველი. სხვა შორის აქ ჩანს ქართული იკონოგრაფიის წარმოუდგენელი ინტერპრეტირების უნარი. ჩვეულებრივი მირქმა გამოისახება ხოლმე ტაძარში, ტაძრის სივრცეში და საკურთხეველთან. აქ ქართულმა იკონოგრაფოსმა ტაძარი გადაიტანა სიღრმეში, ასე ვთქვათ, სივრცეში, გვიჩვენა ის გარედან ექსტერიერულად, ხოლო საკურთხეველი არ ჩანს, ასრულებს მსხვერპლშეწირვის მომნიშნელობას, ამ ფუნქციას ასრულებს პატარა წრე, რომელშიც ჯვარია ჩასახული ცენტრში. მაგრამ ამ შემთხვევაში მე მინდა ყურადღება გავამახვილო, თუ დაუბრუნდებით ზურმუხტის ფერს, ზურმუხტის ფერის გამოყენებას ამ გამოსახულებაში. ზურმუხტის ფერია უშუალოდ წმინდა სიმეონ მიმრქმელის შარავანდი და კვარცხლბეკი. ზურმუხტის ფერი ანა წინასწარმეტყველის მოსასხამი და ზურმუხტის ფერია შარავანდი აგრეთვე
პიროვნებისა, რომელიც დგას ღვთისმშობელთან და მის უკან. და რას უნდა ნიშნავდეს ეს? ნიშნავს იმას, რომ ყველა შემთხვევაში მღვდელობის მადლით გარდამოვიდა, უბრალოდ გარდამოსული მღვდელობის მადლი გაცხადა ამ დღესასწაულში. ხო, რაშია საქმე? რომ მირქმა არის უნიკალური დღესასწაული სახარების თვალსაზრისით მოთხრობილი ლუკა მახარებელთან. ლუკა მახარებლის სიმბოლო მოგეხსენებათ არის ხარი. ხარი კი არის ქრისტეს როგორც ტარიგის მომნიშნელი სიმბოლო. ასე რომ ლუკა მახარებელი გვიყვება რა ქრისტესზე როგორც ტარიგზე, როგორც მსხვერპლზე, როგორც ხარი სიმბოლურად გამოხატული მღვდელობის საიდუმლოს განადიდებს. და აი მირქმაში ეს არაჩვეულებრივად გაცხადდა. როგორც წეგან თქვით, ქრისტე არასოდეს ყოფილა მღვდელმოქმედი იერუსალიმის ტაძარში, მაგრამ მიიყვანეს რა მშობლებმა ის ტაძრის სივრცეში გაცხადდა თუ ვის ელოდებოდა ძველი აღთქმის ტაძარი, წმინდათა წმინდა, ვის გულისხმობდა საუკუნეთა განმავლობაში. ამ დროს ტარიგი პირველად მივიდა ტაძართან და გაცხადდა ტრაპეზთან. აი სწორედ მღვდელობის საიდუმლოს გარდამოსვლა არის ასე ბრწყინვალედ გამოხატული ფერის ენაზე. სვიმეონი, შეიძლება დაისვას კითხვა, სვიმეონი ხო ამ დროს მღვდელი არ იყო, მაგრამ ის ეზიარა ქრისტესეული მსხვერპლის მადლს. მოგეხსენებათ ცნობილი სიტყვები, რომელიც მან თქვა, აც განუტევე მეუფეო მონა იშენი მშვიდობით, რამე თუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება იშენი. ნათელი გამობწყინება წარმართა ზედად და დიდებად ერისა შენისა ისრაელისა. ანუ ამ შემთხვევაში კვარცხლბეკი გვიჩვენებს სვიმეონის განდიდებას. ჩვენ ერთ-ერთი საუბრის დროს გქონდა ლაპარაკი სერაფიმისაგან მარწუხით ნაკვერცხლის აღებაზე, რომელიც ესაიას წინასწარმეტყველებაში არის გაცხადებული და მის გულისყურით უსმენს საკითხავს, მოგეხსენებათ, რომ ამ შემთხვევაში სვიმეონის ხელები დარდება მარწუხს, რადგან მას ხელში უჭირავს თავად განკაცებული უფალი იესო ქრისტე ტარიგი და თუ ნაკვერჩხალი ესაიას გამოცხადებაში არის წმინდა სისხლი და ხორცი ქრისტესი, ამ შემთხვევაში თავად უფალი უჭირავს ესაიას ხელში. აგრეთვე რატომ შეიძლება იყოს მწვანე მოსასხამით, ანუ ზურმუხტისფერი მოსასხამით მოცილი წმინდანა, წინასწარმეტყველი, რადგან ის ლაპარაკობდა ამ დროს წინასწარმეტყველებდა უფლის გამოხსნაზე იერუსალიმში, ანუ სწორედ ტარიგზე. ეხლა სარგებლობ შემთხვევით და მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ფიგურაზე, რომელიც დგას ღვთისმშობელთან ერთად და რომელსაც ხელში უჭირავს ორი გვრიტი. ტრადიციულ იკონოგრაფიაში გამოისახება ხოლმე იოსებ დამწინდველი, რომელმაც ორი გვრიტი მიიყვანა ტაძარში. მაგრამ ამ შემთხვევაში იოსებ დამწინდველი ეს ფიგურა ვერ იქნება, რადგან მას არ აქვს თეთრით მაწვერი. ახლა ვინმემ რომ თქვას, რომ დაუშვათ მინანქარში ფერი ხშირად იცვლება და ეს ნაგულები იყო თეთრად და ოსტატმა ვერ გათვალა და შეიცვალა, გამორიცხულია, რადგან ჩვენ ხედავთ თუ როგორი დამაჯერებელია ტაძრის სითეთრე და როგორი დამაჯერებელია ანა წინასწარმეტყველის ხელში გრაგნილი და რაც მთავარია, თვითონ სვიმეონის თეთრი თმა. მაშინ ჩნდება კითხვა, თუ აი ამ მწვანე შარავანდით ვინ არის მოსილი მირქმის ამ გამოსახულებაში? და ეს არის, რა თქმა უნდა, ღვთისმშობლის მამა წმინდა იოაკიმე და რომის წმინდა იოაკიმე ამის კიდევ ერთი დასტურია ჩვენთვის აჭის წმინდა გიორგის ეკლესიაში გამოსახული მირქმა, სადაც ერთდროულად არიან ტაძრის წინ წამდგარი იოსებ დამწინდველი და იოაკიმე, წმინდა იოაკიმე. ხლა ბუნებრივია, კითხვაც კი არ ჩნდება თუ რა უნდა იოაკიმეს მირქმის კომპოზიციაში. პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ, რომ ქრისტიანული იკონოგრაფია დროისა და სივრცის შემკრებია. არასოდეს არ იხატება მხოლოდ ფაქტოლოგია. ეს არ არის პოზიტივისტური აზროვნების შედეგი. ანუ ჩვენ ვიცით სულიწმინდის დადით, სულიწმინდა, რომელიც ყოველგან არის და ყოველსავე აღასებს,
ხდება შემოკრება მთელი ხდომილების და ამდენად იკონოგრაფია გვიჩვენებს ასახავს რამ თავისებურებას გვიჩვენებს იმას რომ დროსა და სივრცეში სხვადასხვა ადგილას მომხდარი ამბები შეიძლება ერთად შეიკრიბოს მაგალითად უწყინვალესი მაგალითია ამისა მაგალითად პავლე მოციქულის მყოფობა ამაღლების კომპოზიციაში ან სულთმოფენობის კომპოზიციაში მაშინ როდესაც ის მოციქული არ იყო ჯერ მაგრამ შემოუერთდა რა გვიან და თან როგორ შემოუერთდა საკურველი წმინდანი რა თქმა უნდა ის უკვე მონაწილე ხდება მადლით ასევე იოაკიმე მართალია უკვე დიდი ხნის გარდაცვლილია ამ დროს მაგრამ ის თავისი ცხოვრების უნიშნელოვანესი მომენტებით სწორედაც რომ გვრიტის მიმყანებელია ტაძარში ამ შემთხვევაში ეს გვრიტი არის ყოველ წმინდა ღვთისმშობელი ეს არის წმინდა იოაკიმისეული და ანასეული მსხვერპლი მათ მიერ გაღებული იერუსალიმის ტაძრისა და საერთოდ სამყაროსათვის ასე რომ ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ შესანიშნავი იკონოგრაფიული გადაწყვეტაა და გვიჩვენებს თუ როგორი სიღრმისეული დამოკიდებულება ჰქონდათ ქართულ ოსტატებს და ზოგადად მართლმადიდებელ ოსტატებს იკონოგრაფიის მიმართ და როგორ ინტერპრეტირებადი იყო ეს. ოღონდ ეს ინტერპრეტაცია, რა თქმა უნდა, არ უნდა ვიფიქროთ არავითარ შემთხვევაში თავნებობად. სამწუხაროდ დღეს ჩვენი ლექსიკონიდან არის იგნორირებული სიტყვა თავნებობა, თვითნებობა, შემოვიდა თავისუფლება, მაგრამ ეს თავისუფლება სახარებისეულად არის განსაკუთრებული მნიშვნელობის და ის არ ნიშნავს თავისუფლებას არავითარ შემთხვევაში ის არის ქრისტეს მიერ განმარტებული ასე სცანით ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამ განთავისუფლოთ თქვენ ხოლო ჭეშმარიტება კი ეს არის ყველაზე მაღალი განზომილება რომლის მსახურებაც გულისხმობს ადამიანისაგან არა თვითნებობას არამედ სწორედ ძალიან მკაცრი თვითკონტროლის გზას და სწორედ ქრისტიანული ხატწერა აი ამგვარი თავისუფლების გამოხატულება, თავისუფლება, რომელიც მომდინარეობს სიღრმისეული შემეცნებიდან. და ნება მიბოძეთ აქვე გარკვეულად შევაჯამოთ ჩვენი წინასაუბრები და გავაკეთოთ ასეთი დასკვნა, რომ გათვალისწინებით ქრისტიანული ფერების სიმბოლიკისა იკონოგრაფია განსაკუთრებულ განზომილებას იძენს ჩვენ თავიდან თქვით, რომ გელათის საკურთხეველში წარმოდგენილია ღვთისმშობელი, რომელსაც სამყაროს ხსნისათვის მოყავს, მის სხეულში განკაცებული ტარიგი, იესო ქრისტე, რომელმაც ნებსით აიღო ცოდვები თავის თავზე, ჩვენი ცოდვები, განკაცებით ჩაიცვა ადამიანის შესამოსელი, რათა ეს ცოდვით დამძიმებული სამოსელი განეახლებინა. მაგრამ აი ფერთა სიმბოლიკის გააზრებით ჩვენ რას ვხედავთ? ხედავთ, რომ ყველას მოსავს მსხვერპლის განმადიდებელი ფერის შესამოსებელი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მოსავს ნათლისღების ფერი, ლურჯი, მთავარანგელოზ გაბრიელს ჯვარცმის და აღდგომის მომნიშნელი ამეთვისტო მთავარანგელოზ მიქაელს კი ზურმუხტისფერი. ასე რომ მსხვერპლის თემა არონის სამკერდულის ამ წმინდა პატიოსანი თვლების ფერადოვნებითაც კიდევ უფრო სიღრმისეული ხდება და უკავშირდება თვალშეუდგამ და დაუსრულებელ დიდებას ღვთისას. დიდი მადლობა.